კეთილი მეზღაპრე. გოგონა და სამი დათვი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ერთხელ ერთ ქალაქში, ერთ სახლში ცხოვრობდა ერთი გოგონა, რომელიც ძალიან ქერა იყო და ძალიან ლამაზი ოქროსფერი კულულები ჰქონდა. ეს გოგონა ცოტათი ჯიუტი იყო და დედიკოს არ უჯერებდა ხოლმე. სახლში რომ დარბოდა, რაღაცას ტეხავდა. სადმე თუ გადიოდა, დედა ყოველთვის ცდილობდა თვალყური ედევნებინა და გაეფრთხილებინა. შორს არ წახვიდე, ეცადე ეზოში ითამაშო. ამავდროულად ტყეში, ერთ სახლში ცხოვრობდა სამი დათვი: მამა დათვი, დედა დათვი და პატარა შვილი დათვი. დილით ადრე დედა დათვი შვრიის ფაფას ხარშავდა ხოლმე, ძალიან გემრიელს. ერთხელაც პატარა დათვმა საჭიროზე ადრე გაიღვიძა და რომ ჩამოვიდა, ფაფის ჭამა გადაწყვიტა, მაგრამ პირი დაეწვა, რადგან ძალიან ცხელი იყო და დედას თხოვა: დედა, შეიძლება გარეთ გავიდეთ, მანამდე კი ფაფები გაცივდესო. შემდეგ დედა დათვი, მამა დათვი და შვილი დათვი გავიდნენ ტყეში სასეირნოდ. ამავდროულად გოგონა თავის ეზოში იჯდა და მოწყენილი იყო, რადგან ყოველდღე ერთი და იგივე სკეთებით დაიღალა. და ერთხელაც იდეა მოუვიდა: რა მოხდება რომ გავიდე ტყეში და გავისეირნო ცოტაო. გაიხედ გამოიხედა, დააკვირდა ხომ არავინ არ უყურებდა და სანამ დედა საუზმეს ამზადებდა, თვითონ გაიქცა ტყისკენ. როდესაც ტყეში აღმოჩნდა, ძალიან ლამაზია აქაურობა. ნეტა აქამდე რატომ არ გამოვდიოდი აქ სათამაშოდო? პეპლები დაფრინავდნენ, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. აქვე დათვების ოჯახმა ფუტკრების სკა დაინახეს და პატარა დათვმა მამას თხოვა: მამიკო, შეიძლება ეს სკა რომ ჩამომიწყვიტო და შევჭამოთ შიგნით, ბევრი თაფლი იქნებაო. არა შვილო, ეს სკა ფუტკრების სახლია. კარგი ხომ არ იქნება, როცა შევიდეთ და სახლი დავუნგრიოთ და თანაც შევუჭამოთო. ჩვენი საჭმელი ჩვენ სახლში გვაქვს. მართალი ხარ დედა და მამა, დავიცადოთ და მერე ვჭამოთო. ამავდროულად გოგონა ტყეში დაიკარგა. სახლისაკენ დაბრუნება უნდოდა, მაგრამ გზას ვეღარ აგნებდა. უკვე მუცელიც ტკიოდა, ისე შიოდა და ეტირებოდა, რადგან დედა და მამა ენატრებოდა. და აი უცებ დაინახა სახლი. იფიქრა, მივალ ვნახავ ვისი სახლი არისო, ძალიან ცნობის მოყარე გოგო იყო და ჩუმად მიიპარა სახლთან. შემდეგ შვიდად დააკაკუნა, მაგრამ ხმა არავინ არ გასცა. შემდეგ ფანჯრიდან შეიხედა და დაინახა ჯამებში შვრიის ფაფა. ძალიან შიოდა გოგონას და ეხლა უკვე ძლიერად დაუკაკუნა კარზე. და ამ დაკაკუნების დროს კარი გაიღო. როდესაც გოგონა სახლში შევიდა, დაიძახა: არის აქ ვინმე? მაგრამ ხმა არავინ არ გასცა და მაშინვე მაგიდისკენ წავიდა. მაგიდაზე სამი ჯამი იყო: დიდი ჯამი, საშუალო ჯამი და პატარა ჯამი. რადგან გოგონას ძალიან შიოდა, გადაწყვიტა ეგრევე დიდი ჯამიდან ეჭამა ფაფა. გაავსო კოვზი, მაგრამ ძალიან ცხელი იყო, პირი დაეწვა და კოვზი ისევ უკან ჩააბრუნა. შემდეგ საშუალო ჯამიდან აიღო და ეს ძალიან ცივი იყო. ეს ძალიან ცივიაო, თქვა. შემდეგ პატარა ჯამთან გადაინაცვლა და რომ დააგემოვნა, ეს ზუსტად საჩემოა, არც ძალიან ცხელია და არც ცივიაო. ძალიან მოეწონა გოგონას შვრიის ფაფა და სულ ბოლომდე გადასანსლა. როდესაც დანაყრდა, ბუხრისაკენ წავიდა, სადაც სამი სკა მიიდო. გაიფიქრა, ჩამოვჯდები ცოტას დავისვენებო. რომ დაუკვირდა,
ერთი სკამი იყო დიდი სკამი, მეორე საშუალო სკამი, მესამე კი პატარა სკამი. თავიდან გადაწყვიტა დიდ სკამზე დამჯდარიყო, მაგრამ ვერც კი მისწვდა. შემდეგ საშუალო სკამზე დაჯდა, მაგრამ ძალიან მყარი და უხეში იყო. შემდეგ პატარა სკამზე დაჯდა და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ეს სიამოვნებოდა, რბილი და საჭირო სიმაღლის. მაგრამ უცებ რაღაც ხმაური გაიგო და ბრახ დაიშალა ეს სკამი. გოგონა არ იცოდა რა ექნა და შემდეგ ადგა და ინტერესით მეორე ოთახში გავიდა, სადაც სამი საწოლი დაინახა. დიდი საწოლი, საშუალო საწოლი და პატარა საწოლი. ძალიან უნდოდა დაწინება და ეგრევე დიდ საწოლზე დაწვა, რომელიც მისთვის ძალიან დიდი იყო და ამავდროულად უხეში. შემდეგ ჰოპ, ისკუპა და გადახდა საშუალო საწოლზე, რომელიც ოდნავ დიდი იყო, მაგრამ ძალიან რბილი მისთვის. ამის შემდეგ პატარა საწოლზე მოკალათ და რომელიც ზუსტად მისთვის იყო, მისი ზომა და ძალიან კომფორტული. სადაც გოგონამ ტკბილად დაიძინა. სანამ გოგონას ეძინა, სახლში დათვები სახლისაკენ ბრუნდებოდნენ. მამა დათვს ხელში ფიჩხები ეჭირა, რომ ბუხარში დაენთო. დედა დათვს მოცვი მოქონდა, ხოლო პატარა დათვი მიისწრაფოდა შინისაკენ, რომ ეჭამა თავის შვრიის ფაფა. როდესაც სუფრას მიუსხდნენ, მამა დათვმა დახედა და ნახა, რომ თავის ჯამიდან ნაჭამი იყო და გაბრაზებულმა თქვა, ვიღაცამ ჩემი ჯამიდან შვრია შეჭამაო. შემდეგ დედა დათვმაც დაინახა თავის ჯამი, ვიღაცამ ჩემი ჯამიდანაც შეჭამაო. ხოლო როდესაც პატარა დათვმა დაინახა თავისი ჯამი, ატირდა, ვიღაცამ ჩემი ჯამიდანაც შეჭამა და თანაც სულ გაათავა ჩემი შვრიაო და აქვითინდა. მამა დათვმა გადაწყვიტა სახლი დაეთვალიერებინა. ბუხრისაკენ რომ წავიდა, დაინახა სკამი, რომელიც სხვა მდგომარეობაში იყო. შეხედეთ, ჩემი სკამი სხვა პოზიციით დგას, ვიღაცა აქ ნამდვილად იჯდაო. დედა დათვმაც იგივე გაიმეორა, ხოლო შვილმა დათვმა ისევ ტირილი დაიწყო. ვიღაცა ჩემ სკამზე იჯდა და არა მარტო იჯდა, არამედ გატეხა კიდევაცო და კვლავ განაგრძობდა ტირილს. შემდეგ საძინებელში გადაინაცვლეს. მამა დათვმა თავის საწოლს შეხედა და შეხედეთ, ჩემი საწოლი არეულია, ვიღაცა ნამდვილად იწვა ჩემს საწოლშიო. შემდეგ დედა დათვმა, ჩემს საწოლშიც იწვნენ, ჩემიც არეულიაო. ხოლო პატარა დათვმა, როდესაც თავის საწოლი დაინახა, თქვა, ვიღაცა ჩემს საწოლშიც იწვა და კი არ იწვა მარტო, ეხლაც ძინავსო და კვლავ ტირილი დაიწყო. როდესაც მამა დათვი და დედა დათვი მივიდნენ, დახედეს და გაუკვირდათ, რომ ვიღაც ნამდვილად იწვა. ხოლო საბანი რომ გადახადეს, გაუკვირდათ, კი, მაგრამ პატარა გოგონა რას აკეთებს ჩვენ სახლშიო? ცოტათი გაბრაზებულმა იკითხა. ხოლო როდესაც პატარა დათვმა ხმამაღალი ტირილი დაიწყო, გააგდეთ ეს გოგონა ჩემი საწოლიდანო. გოგონას შიშით გაეხვიძა, რო გაახილა თვალები, დაინახა სამი დათვი მის წინ. ძალიან შეეშინდა და ეგრევე მოკურცხლა სახლიდან. გარბოდა და გარბოდა, ისე გარბოდა დათვების სახლიდან, რომ უკან არც კი გამოუხედავს. ოქროსთმიანი გოგონა გარბოდა ტყეში, მაგრამ სახლისაკენ გზაც კი არ იცოდა. და უცებ ტყეში თავისი მშობლები შენიშნა და დაუძახა, დედა, მამა. რადგან მშობლებმა სახლში შვილი რომ ვერ დაინახეს, დაიწყეს მისი ძებნა. გაიქცა გოგონა სიხარულით, დედიკოც სიხარულით გამოიქცა და ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ძალიან ინერვიულა დედამ შვილზე, რომ სახლში არ იყო. ძლივს გიპოვეთ, ჩემო პატარა, ძალიან ვინერვიულეთო. გოგონას ძალიან გაუხარდა დედიკოს და მამიკოს ნახვა და ეუბნებოდა, რომ ძალიან მიყვარხარ და აღარასოდეს აღარ მოვიქცევი, ესე ყოველთვის დაგიჯერებ და გაუფრთხილებლად სახლიდან აღარასოდეს აღარ გავალო, მით უმეტეს მარტოო. იმის შემდეგ გოგონა ნამდვილად დამჯერი იყო. დედას და მამას ნებართვის გარეშე არსად არ გადიოდა და ტკბილად ცხოვრობდა.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. ესე დამთავრდა ჩვენი ზღაპარი.